არასამთავრობო ორგანიზაცია კანონიერებისა და სამართლიანობის ინსტიტუტის დამფუძნებელი ბეჟან გობაძე ნინო ბურჯანაძეს ასლან აბაშიძის გარემოცვის პოლიტიკაში დაბრუნებაში ედანაშაულებს. იგი აღნიშნულ მცდელობას აღორძინების კავშირის რეინკარნაციის მცდელობად აფასებს. გობაძე თვლის, რომ ბურჯანაძეს მკვეთრად გამოხატული რუსული კურსი უჭირავს. აღნიშნული მიზეზის გამო საპრეზიდენტო კანდიდატი სეპარატისტული განწყობის მქონე პიროვნებებთან თანამშრომლობას ამჯობინებს. ბეჟან გობაძე მოქალაქეებს ურჩევს არჩევანის გაკეთებისას ბურჯანაძის პოლიტიკური წარსული გაიხსენონ. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის პარტიაში განცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა არაერთხელ გააკეთა განმარტება, მათ შორის 25 არხის თოქ-შოუს დიალოგის ეთერშიც, სადაც ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პარტიაში როგორც ძველი, ისე ახალი სახეები არიან. აქვე ბურჯანაძემ დასძინა, რომ მის გარემოცვაში ვერ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც რაიმე სახის სამართლებრივი პრეტენზია არსებობდეს. პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის გარშემო ხდება ასლან აბაშიძის გარემოცვის შემოკრება გაერთიანება, რაც წარმოადგენს დემოკრატიული აღორძინების კავშირის რეინკარნაციის უსუსურ მცდელობას. ქართველ-მოძილე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მეგობრობითა და მკვეთრი სეპარატისტული განწყობების მქონე დემოკრატიული აღორძინების კავშირთან ურთიერთობით შეუძლებელია რაიმე სახის სამართლიანობის მიღწევა, მით უმეტეს ყველგან და ყველასათვის. ახალი სახეებიც არის ჩვენს პარტიაში და ძველი სახეებიც არის, თუმცა ვინც არ უნდა იყოს ასლან აბაშიძის მომხრე თუ მოწინააღმდეგე, ჩვენს პარტიაში არ არის არც ერთი ადამიანი, მით უმეტეს ლიდერებს შორის, რომელთა მიმართაც შეიძლება რაიმე სამართლებრივი პრეტენზია არსებობდეს.